ეპიგრაფი. ჯობს პრეზიდენტს ანაძრახსა ფერშალი სახელოვანი ხალხური. ქართველი ქალი პირველ დღეს გაცნობილ მამაკაცს ეუბნება სამ არას. დღეს არა. აქ არა. მანდა არა. ბიჭო, გიგა, გახსოვს გემზე რომ მუშაობდი? კი კაცო, როგორ არ მახსოვს. მაგარი ნაშა გავიცანე რუსალგა, გავიცანი და ცოლად მოვიყვანე რა. ვინ კაცო, რუსალგა? რუსალგა მოვიყვანე ცოლად რა იყო. მე შვილები ყავს? არა, შვილები არა ყავს, მაგრამ იკრა მაგ დღე დაღამე. შონზო, აი მე დავფიქრდი და მივხვდი ერთ რამეს, რომ ქალებს გაცილებით უფრო დიდი პრივილეგიები აქვთ ვიდრე მამაკაცებს. გია, რამდენჯერ უნდა გითხრა? ეგ პრივილეგიები კი არა, ეგ არის ძუძუები. ძალიან მაგარი ანეკდოტი მომიყვნენ სვანებზე. მინდა ძალიან მაგარი. სვანმა იყიდა კოკა-კოლა. მოხსნა თავი და ეწერა კიდევ ცადეთ. დეინიაო ეს და გეიყინა. მე ვიდა მაგის ძმა რითი მოკტა და დენით მოკტაო. დენით რაფერ მოკტაო? ბიჭო, რაფერ მოკტა? დადგებოდა მაგიდაზე დეიჭერდა ასე ნატურას ხელში და 4 კაცს გვატრიალებებდაო. ჩამევიდა და მე დადებდა ამ სკამს, ფეხს სკამზე ამას იკრავდა აქეთო. მე რა ვქნა თუ იციო, გოუკეთოთო რაცხა საფლავი გოუკეთოთო, დავაწერო დროებით გასულია, არაო, ეგ არ გვინდაო. მაშინ მღვდელი მე ვიყვანოთო. მღვდელს ვერ იტანდა მაგე, იმიტომ რომ ერთხელ სანთელი რო შეთავაზა მღვდელმაო, ამან უთხრა არ მინდა ზაჟიგალკამაკო. შუა ნიშნობა ყოფილა მაგ დროს, თუმცა ამან დეინიშნა ხელზე, ვეფხისტყაოსანი წოუკითხია და არ ვიწყდესო. ცოლი რომ მეიყვანა დოურეკა მამამის და რა ვქნაო და რა ქენი და მე რო გვაქვს მაგ და შენო გაქო ისიო, რაი ნასოსიო და რა ნასოსიო, კაცო, რა ნასოსი კი არა მომეცი, მალეო და სანამ არ მიუცია, ბიჭო, გოუგდია წიხვეში. ხო კაი ანეკდოტი არის? კი. ერთი ვიცი, მაგრამ ცოტა გძელია. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.